ზაფხულმა უკვე ღრმად შემოაბიჯა და ვარსკვლავური ენერგიები გვთავაზობენ ერთდროულად სიღრმესა და მოძრაობას. 27 ივნისს სატურნი იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას თევზებში, რაც ნიშნავს, დროა გავჩერდეთ, გადავხედოთ საკუთარ შეზღუდვებს, ძველ შიშებს და შინაგან პასუხებს. გონივრულია დროის ფრთხილად დაგეგმვა და ემოციური პასუხისმგებლობის აღება. კირჩხიბის სეზონი დაიწყო და ეს ნიშნავს, რომ მთავარ სცენაზე გამოდიან ემოციები, ოჯახი, შინაგანი სიმშვიდე და ინტუიცია. ვერძი. ეს კვირა გთხოვს შინაგანი სამყაროს დაგროვილ ხმაურზე დაკვირვებას. დროა გამოყო პირადი სივრცე, დაისვენო ხმაურისგან და იპოვნო გზაშინ დაბრუნებისკენ. 27 ივნისიდან მეტი სიფრთხილე დაგჭირდება დროისა და ენერგიის მართვაში. კურო. მეგობრებთან და ახლობლებთან დრო გახდება ყველაზე ძვირფასი რესურსი. მარტივი დიალოგებიც კი შეიძლება ღრმა ემოციურ კავშირს დაემყაროს. სატურნის რეტროგრადულობა დაგეხმარება გაანალიზო, ვისთან ინარჩუნებ რეალურ და ჯანსაღ ურთიერთობებს. ტყუპები. ეს კვირა გთავაზობს პროფესიულ გადახედვას. შესაძლებელია კარიერული გეგმების გადახალისება ან შენელება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე გგონია. დროა დაფიქრდე, რას ემსახურები და შენს გემსახურება ეს. კირჩხიბი. მზე შენს ნიშანში ანათებს და ეს ნიშნავს ძალას, რწმენას და სითბოს, რომელიც შენში ბრუნდება. იყავი საკუთარი თავი და შედეგებსაც ნახავ. სატურნის რეტროგრადული ფაზა დაგაფიქრებს ძველ გეგმებზე, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შეხედავ. ლომი. შენთვის ეს კვირა სიღრმის, ცვლილებისა და პირადი სიმართლის თვეა. რაც შენს სულს არ უხდება, მიდის. შეიძლება ემოციური სიცარიელე იგრძნო, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც ახალი სინათლე იბადება. ქალწული. პარტნიორული თემები გააქტიურდება, არა მხოლოდ რომანტიკული, არამედ პროფესიულიც. დროა განისაზღვროს საზღვრები, პირობები და შიგნიდან წამოსული კომუნიკაცია. შეიძლება რაღაც ძველი შეთანხმება ხელახლა განიხილო. სასწორი. რუტინა გთხოვს გადახედვას. გაითვალისწინე ფიზიკური სხეულის საჭიროებები და საკუთარი ენერგიის ეკონომია. სატურნის რეტრო დაგანახებს რა არ მუშაობს ყოველდღიურობაში და ეს შანსია. მორიელი. შთაგონება, სიყვარულის ძალა და კრეატიულობა ბრუნდება. გამოიყენე ეს ენერგია რაღაც რეალურის შესაქმნელად. რეტროგრადული სატურნი დაგაფიქრებს, როგორ ზუსტად გამოხატო ის, რასაც გრძნობ, მაგრამ სიტყვებით ვერ ამბობ. შვილდოსანი. ოჯახური თემები და შინაგანი ბალანსი დგება პირველ პლანზე. შენს სივრცეში მშვიდობა უნდა ბრუნდებოდეს, ამისთვის რაღაც ძველს უნდა დაემშვიდობო. სატურნის რეტროგრადულობა დაგეხმარება საზღვრების სწორად განსაზღვრაში ახლობლებთან. თხის რქა. კომუნიკაცია იქნება მთავარი თემა, როგორ საუბრობ, როგორ გისმენენ და ვისზე გინდა დატოვო შთაბეჭდილება. სატურნის რეტროგრადულობა დაგაფიქრებინებს, რამდენად გულწრფელი ხარ თვით გამოხატვაში. მერწყული. ფინანსური სტაბილურობის გადახედვის დროა. კარგი პერიოდია ხარჯების დაგეგმვისთვის, ძველი ვალების გადახდაზე ფიქრისთვის. შეიძლება იპოვნო ახალი გზა, როგორ გადაანაწილო რესურსები უფრო გონივრულად. თევზები. სატურნის რეტროგრადული მმართველობა შენს ნიშანში გთხოვს სერიოზულ შინაგან სამუშაოს. იგრძნობს სურვილს რაღაც ღრმად შეცვალოს, საკუთარ თავთან დამოკიდებულება, პასუხისმგებლობები ან გეგმები. სიყვარულში და ყოველდღიურობაში გააქტიურდება, რას ნიშნავს შენთვის სიმშვიდე. კვირის გზავნილი საერთო ფონზე, ნუ იჩქარებ. ილაპარაკე გულწრფელად. გადახედე ძველ გეგმებს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, სიახლე იწყება შიგნიდან. დაწერე კომენტარში შენი ზოდიაქოს ნიშანი და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და გაზიარება. ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ.